მადლობა ხოლმე. დაგემშვიდობებით ხოლმე. მე გიგეთყვით რა გავლდება დღეს გადაცემაში მთავარ თემად. როგორ არკვევენ საუკეთესო მონადირე ძაღლებს საქართველოში, სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება უკვე წლებია სისტემატურად ავლენს საუკეთესო მეძებრებს. ჯეჯიბრით თბილისის ზღვაზე ჩატარდა შედეგებზე დღეს სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ რეკლამის შემდეგ დაგვალოდეთ და უფრო მეტი გაიგეთ მონადირე ძაღლებზე. დილამშვიდობისა დილის გადაცემა ასეთი უხვის სტუმრებით დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. დილამშვიდობის. რა თვისებებით გამოირჩევა კარგი მონადირე ძაღლი, გამოცდამად თბილისის ზღვაზე მოუწყვეს და საუკეთესოებიც გამოავლინეს. შეჯიბრ ჩვენი კორესპონდენტი დავით აბრამიშვილი ესწრებოდა და ვნახოთ სიუჟეტი. უკვე მესამე დღეა, რაც თბილისის ზღვის მიმდებარე ძაღლით ნადირობის მოყვარულები იკრიბებიან. დილის 5 საათია, მამლებს ჯერ ძინავთ, თუმცა მეძებარი ძაღლები ფხიზლობენ. უკვე 15 წელია, რაც თბილისის ზღვის მიმდებარედ ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოების წევრები შეჯიბრს ატარებენ. შეჯიბრში კი მხოლოდ დიპლომირებული ძაღლები იღებენ მონაწილეობას. კენჭისყრა წინასწარ ტარდება, თუ ვინ რომელ ნომრად შევა მინდორზე. წესები მარტივია, მეძებარს 25 წუთი აქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მწყერი მოძებნოს და შემდეგ ნაბულით სწორად აფრენა შესძლოს. პირველი 2 წუთი ძაღლს თუ შეცდომა დაუშვა გამოცდის დროს, ამიტომ ნაკლად არ ეთვლება. და შეცდომაში რა გულისხმობ? ნუ დაუშვათ ან ცრუნაბული გააკეთა, ან არასწორი მოძრაობით, ან რაღაც ასე შემდეგ, ის ამას არ უთვლით. გამოსვლას უკრაინიდან ჩამოყვანილი კურცხალი იწყებს. ის ჯერ 2 წლის არ არის, თუმცა უკვე საკმაოდ კარგ მონაცემებს ამჟღავნებს. ეხლა მთავარი საქმეა. ნიავი დილიდან ქრის, რაც მეძებარს საშუალებას აძლევს მანევრი მის საწინააღმდეგოდ გააკეთოს, რაც მას სუნის აღებაში დაეხმარება. აი ეხლა უკვე ძაღლი დგას ნაბულზე და სამწუხაროდ 3 ცრუნაბული გამოგვივიდა და ძაღლი მოიხსნა გამოცდიდან. სეზონი კარგი ხნის წინ დასრულდა, თუმცა ძაღლით ნადირობის მოყვარულებისთვის სატურნირო სეზონი მხოლოდ ეხლა იწყება. ლევან ციციშვილის მემორიალური ტურნირი უკვე 15 წელია ტარდება, სადაც მონაწილეები 3 დღის მანძილზე მთელი საქართველოდან ჩამოდიან. დრო ინიშნება, ახლა დაინიშნება, დაგჭირდება 25 წუთი აქვს ძაღლს მიცემული. საჭიროა 3 შეხვედრა ფრინველთან. შემდეგი გამომსვლელი ვესტო ნოიენბერგის ძაღლსაშენიდანაა ჩამოყვანილი. ადგილობრივი კურცხალებისგან განსხვავებით, გერმანული ჯიშის ვესტო კლასიკური ფორმით გამოირჩევა. თუმცა ვესტოს გამოსვლაც უშედეგოდ მთავრდება. დილას ადრე გავედით, კაი ამინდი იყო, კაი ნიავი, მაგრამ არ შეგვთა მწყერი. იმდენ ცოტა წელს პრობლემები გვაქვს მწყერთან, ანუ ფრინველი ნაკლებად არის. ბრუნო ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კურცხალია, მას რამდენიმე დღის წინ შეუსრულდა 2 წელი. თავიდანვე გამოჩნდა, რომ მისი მთავარი კოზირი სისწრაფეა, სუნი მალევე აიღო და ფრინველსაც მიაგნო, შემდეგ კი გადამჯდარ ფრინველზე გააკეთა ნაბული. საბოლოოდ ბრუნოს მსაჯებისგან 75 ქულა ერგო, რაც კურცხალებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. პირველად ვიღებ მონაწილეობას და დღესდღეობით პარასკევს ჩატარდა შაბათს კვირას და დღევანდელი შედეგი მარტო ჩემმა ძაღლმა აიღო. აღსანიშნავი ის არის, რომ ამ შეჯიბრში იღებს მხოლოდ დიპლომიანი ძაღლები იღებენ მონაწილეობას. რავი, ვიწვალეთ და შედეგიც სახეზეა რა. ეს გამართლებაცაა, რადგან არც ერთ ძაღლს ტექნიკა არ დაეწუნებოდა. უკვე 8 საათია, მზე უკვე საკმაოდ მწველი ხდება, თუ ძაღლი კარგ ფორმაში არ არის, ამ დროს უჭირს მანევრირება. ინგლისური სეტერი 4 წლის ჯიმი შეჯიბრზე ერთ-ერთი ბოლო გადის, თუმცა საკმაოდ გამოსტილია, ჯიმის 2 მეორე და 3 მესამე ხარისხის დიპლომები უკვე აქვს. მის გამოსტილებაზე მეტყოლებს თუ როგორ მანევრირებს ქარის დროს. სეტერი კურცხალისგან განსხვავებით, თავიდანვე ცდილობს მინდვრის დიდი დიაპაზონი დაფაროს. პატრონის გარშემო ჯიმი 40-50 მეტრს გადის. ცდილობს აუთვისებელი არ დარჩეს მინდვრის არც ერთი ნაწილი. ჯიმი 2 შედეგიანი ნაბულის გაკეთებას ასწრებს, რაც დღის საუკეთესო შედეგია, 77 ქულით. ვერ გაიგებ, როგორ რა მოხდება, თუ ჩვენ გაგვიმართლა, გამოვედით მე-9 და ავიღეთ მესამე ხარისხის დიპლომი ჯერჯერობით, რა ვიცი და მე რა იქნება ვნახოთ, ჯერჯერობით ლიდერები ვარ. სამდღიან შეჯიბრში თითქმის ყველა ჯიშის ფრინველზე მონადირე ძაღლმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირი, რომელიც ყოველწლიურად იმართება, როგორც მეძებარი ძაღლის პოპულარიზაციას, ასევე პროფესიული ნადირობის განვითარებასაც უწყობს ხელს. მოგილოცავ.
ჩვენი სტუმრები არიან სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარე დავით ცხედიანი, საზოგადოების წევრი ტოშა კვარაცხელია და გამარჯვებული მონადირით ვანო დილამშვიდობის. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. ვანო გილოცავთ თქვენ გამარჯვებას და რა თქმა უნდა ჯიმი ყავს სტუმრად, რომელიც ესე ღირსეულად წეს არაფერი ხო შვიდად წყლარეთ, არაფერი არ სჭირდება რომ დაამშვიდოს პატრონმა. და გვიხარია რომ ამდენი 4 ფეხათი მოხვედით ჩვენთან დღეს სტუმრად. გაგვაცანით ვინ არის. ის ორი არიან იტალიელები, ხო? ესენი არიან შემოყვანილი თვითონ რუსეთიდან არიან შემოყვანილები, მაგრამ ანუ წარმოშობა აქვთ იტალიური და არიან ჯერ საკმაოდ პატარები, ლეკვები. კი, ლეკვები არიან, ასე ვთქვა და. რა ქვიათ მათ? არნო და ათენა ძუს და კიდევ ხლა ამათ შემოყვანის მიზეზი ის იყო რომ თვითონ როგორ თქვა აქ მეძაღლეობაში იტალიას უჭირავს ერთ-ერთი მეოწინავე პოზიცია დღეს არ ხლა ანუ გამორჩეულად კარგი ძაღლები ყავდა კარგი ენერგია შემოიტანო და გავაუმჯობესეთ ჩვენი ახალი სისხლი. ტოშა თქვენთან ვინ არიან? ჩემთან არის ესე ვთქვათ გერმანული კურცხარის ორი წარმომადგენელი. ვესტო არის კლასიკური გერმანელი. იღებდა ეს მონაწილეობას შეჯიბრში, ხო? ამასაც ერთი მეორე ხარისხის დიპლომი, უბრალოდ წერი არ შეხვდა. ძალიან რთული პირობები გამოცდას. ხო და ეს არის კლასიკური გერმანელი. გერმანელები მრავალმხრივად ზდიან თავის ძაღლებს და გამოყავთ ეს ჯიში. ეს ძაღლი ნადირობს როგორც ფრინველზე, ასევე ნადირობს თქვათ შველზე, ირემზე და ასე შემდეგ. და ეს კურცხარი არის ევროპული, უფრო სერბული და ხორვატიული სისხლები, იგი უფრო ფრინველზე ორიენტირებული ძაღლები არიან, უფრო სწრაფები, უფრო ტანმორჩილები. მას საკმაოდ ისეთი გაწონასწორებულია, ხო ძაღლი, წყნარია. ვესტო ძალიან გაწივა ისე. საერთოდ ეხლა ამ ჯიშებში განსხვავება რა არის. ეს გერმანელები გერმანულ თვისებებს ამჟღავნებენ. უფრო გაწონასწორებული. იტალიელებს ნამდვილად იტალიელები. ისინი ინგლისელები არიან, ჯიში ინგლისურია, მაგრამ აი თვითონ ხასიათში ჩანს, უფრო წვიტები და მარდები არიან ისინი. ხა ჯერ ლეკვები არიან, მაგრამ მაინც ოჰო, რა სიზამენ რო გაიზრდებიან. ბატონ დავით, ეს საზოგადოება საკმაოდ დიდი ხანია რაც არსებობს და ესე სისტემატურად იმართება შეჯიბრი. დამოუკიდებლად არც ისე 15 წელია რაც დამოუკიდებლად ისტორია თვითონ ამ სანადირო მეძაღლეობა ძალიან დიდი აქვს. თითქმის საუკუნე 1921 წლიდან ფუნქციონირებს. ეს თავიდან მოკავშირთან იყო და შემდეგ აი 15 წლის წინ ცალკე გამოვეყავით მოკავშირს და ჩამოყალიბდა ეს საზოგადოება, რომელიც არის ერთადერთი, სადაც მხოლოდ სანადირო ძაღლების ეხლა სხვა კლუბებშიც ყავთ სანადირო ძაღლები, მაგრამ აქ ჩვენთან განსხვავება ის არის, რომ ეს არის სანადირო ძაღლების და თან ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება. ვინც ნადირობს, ეხლა არის ძაღლები, რომელიც მხოლოდ რამდენი წევრია, ანუ რამდენად ბევრი ადამიანია, ვინც ნადირობს, ყველას აქვს სურვილი რომ მოვიდეს და გაიქცეს. როგორ ეხლა ნადირობით უამრავი ადამიანი ნადირობს, მაგრამ მაინც ეს ეხლა ამ წუთში დაახლოებით 600 ადამიანია ჩვენთან კლუბში გაწევრიანებული. სანადირო ძაღლი კიდევ გაცილებით ბევრს ხავს, მაგრამ ეს სხვა კულტურაა რა, ეს ნადირობის სხვა კულტურაა, როდესაც ამას ყველაფერს სათანადოდ გაფორმებულია და ხდება აღრიცხვა და ასე შემდეგ. და აი ჩვენი საზოგადოება ზუსტად ამას აკეთებს, რომ აი სუფთა სისხლის მეძაღლეობა და აი იმიტომ მოვიყვანეთ ეხლა ეს ლეკვებიც, რომ სისხლის გაახლება მოხდეს. ერთ ჩაკეტილ სივრცეში ვიყავთ მანამდე, მხოლოდ საბჭოთა კავშირიდან თქვათ და ეხლა ამჟამად არის საშუალება და ევროპიდან შემოდის და მრავალფეროვანია და ამათ არ ჭირდებათ წვრთნა, ხო, ანუ გენეტიკაში აქვს, ანუ იგეშება მარტივად, ხო? გენეტიკაში აქვს მხოლოდ ნამბულის გაკეთება, ფინალს რო გაუჩერდეს დანარჩენი. ნადირობის ინსტინქტი აქვს, მოკლედ რო ვთქვათ, გენში და დანარჩენი თუმცა იგეშება მარტივად. ჩვენ ვეძახით ამას გაწაფვა, წვრთნას ლეცაკველობა და მე იწყება გეშვა, უბრალოდ ეს ფრინველს ყველა ვარიანტში ნახულობს ზაღლი და ინსტინქტი აქვს, რომ ფრინველი მოძებნოს. მაგრამ ამას უწყვეტდება გამყარება, რომ სწორედ გააკეთოს ეს ყველაფერი და აი შეჯიბრება, რაც ეხლა ჩატარდა, ზუსტად აი ამას ემსახურება. რო გავიგოთ და ახლა ამ შეჯიბრების პრინციპი იხვა რომ დაჭამეს ეს შეჯიბრების პრინციპი ის არის რომ აი გამოცდილი ძაღლები რომელსაც უკვე დიპლომი აქვს ნადირობაში სანადირო დიპლომი აქვს მიღებული აი ამ ძაღლებს ვაჯობთ ეს უკვე წმინდა სპორტული შეჯიბრებაა და ამას აქვს ჩვენთვის ზეიმის ხასიათი და ყოველწლიურად ამ და მაინტერესებს ანუ რა ასაკიდან ისინი თქვით რომ პატარები არიან რამხელები არიან და როდიდან შეუძლიათ მათ ნადირობის დაწყება და რა არის ანუ წინა ეს მოსამზადებელი თუ გააწვრთნა თუ რაღაცა რამდენ ხანს გრძელდება და რას ასწავლეთ აი ძაღლს გააჩნია თვითონ ესეც არის ინდივიდუალურად არის მაგრამ სადღაც 6 თვიდან უკვე ზოგი ძაღლი თქვათ
იზრდება მენტალურად, ესე ვთქვათ, და შეიძლება პატარა-პატარა გაკვეთილები ჩაუტარო, მაგრამ ძირითადად გეშვა იწყება 10 თვიდან, წლინახევრიდან, ისე ზაღლს გააჩნია. თვითონ ლეკური თვისებები სანამ არ გაუძიძით ამათ, სანამ კიდე დარბიან წერტობენ. ნელ-ნელა მე რო ჩამოყალიბდებიან უკვე როგორ ზაღლი, ნელ-ნელა შეიძლება უკვე აჩვენა მინდორი, ნელ-ნელა მიაჩვიო ფრინველს და ასე შემდეგ. ეს რაც შეეხება გეშვას და თქმა იწყება უკვე 2 თვიდან, უკვე უნდა სახელი უნდა იცოდეს, აუცილებლად რეაგირ დაჯდომა თუ დაწოლად ჯერეზე პატრონს. როგორ ხდება რაზე სანადიროთ მიდის? ანუ გარემოდან გამომდინარე, რომ აი თქვა სულ სხვა ნადირობა უნდა მწყერს, თქვა სხვა უფრო ისეთ ცხოველთან რა, ისიც სანადირო, ამათ აი განსხვავება ზუსტად ეს არის. ან მინდორში არის უამრავი ფრინველი, თქვა ტოროლა, სხვა პატარა წვრილი ფრინველი. აი ამათ ეს არის ზუსტად სანადირო, მხოლოდ სანადირო ფრინველზეა ნადირობენ ეს. თვითონ ამას ვერ ასწავლი ეს თვითონ აქვს. და უბრალოდ ამას შეიძლება გამყარება ამ იმას, რაც აქვს მონაცემები ბუნებრივი ეს. არ გაგვყავს ხოლმე საერთაშორისო გამოფენებზე აქტიური ვართ ამ ხრივ საქართველოს საზღვრებს რამდენად ვწდებით. იცით ცოტა ძვირი სიამოვნებაა ახლა ჯერჯერობით ჩვენთვის ეს და ეს ყველაფერი ძალიან სხვა ძაღლები ჭირდება კიდევ. ანუ აი ახლა ისე იმათ აქვს შანსი. აი ამ სამს პატარას აქვს შანსი რა ისეთი რომ გავიდნენ. ესეც პატარებში ითვლება? ესეც პატარა. ფერტები ამხელა გამარჯვებული. 4 წლის არის. ეს პირველი პრიზია მისთვის? არა, ერთხელ არის მოულოდნელობა გასული. ერთხელ პრიზი ორი იყო. აი ხოცება ნელა, ავიდა უკვე პირველად. ძალიან ღირსეული ძაღლია, უბრალოდ რო ვთქვათ, რომ გამართლება რასაც დაუძახებენ. ხო, თუმცა მაინც ბოლო იყო, ხო? ანუ ის ძალიან ცუდ პირობებში მოვიდა. აი ზუსტად ეს არის, რომ აი ეს როგორც გითხარით, ეს შეჯიბრია. ბევრ რამეზეა დამოკიდებული, წილის ყრაზე, ამინდზე, განსაკუთრებით დღეს ვთქვათ ღრუბლიანი ამიდია და ჩვენ არ გაგვიმართლა. სამივე დღეს ძალიან ცხელობა. და როდესაც ძაღლს აქვს ბუნებრივი მონაცემები, მაინც მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ მეცხრედ გამოვიდა, ეს ყველაზე ცუდია, წილის წყლის თვალსაზრისით, მაგრამ მაინც გაიგო. ყოჩაღია, ნამდვილად გამარჯვების ღირსი ყოფილხარ შენ ჯიმი. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ვიყავით დღეს ჩვენ გადაცემის სტუმრები. წარმატებებს გისურვებთ, გვიხარია, რომ ესეთი კარგი 4 ფეხები იყვნენ დღეს ჩვენთან სტუდიაში და ესე უხვად და იმედია, ბევრ მათ წარმატებებზე გავიგებთ კიდევ. მადლობა მოწვევისათვის. რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით უკვე პაატაგულიაშვილთან ერთად, რომელიც 5 ანეკდოტს მოგვიყვება და გველოდით. დროებით.